2019 წლის მარტში Upwork-მა შიდა ვირტუალური ვალუტა Connect-ი ფასიანი გახადა და ამავე წლის მაისში კი ამუშავა პლატფორმაზე. ამ განახლებით ფრილანსერებს აღარ შეეძლოთ მრავალი სპამური პროპოზალის გაგზავნა. თუმცა ფასი ვირტუალური ვალუტის უკან ინიღბებოდა და ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია. ჩვენ ამ Connect-ებს პირდაპირ ფულთან არ ვაკავშირებთ. არადა როდესაც ვაგზავნით პროექტზე პროპოზალს, რომელიც 20 Connect-ი ღირს, ეს ჩვენ რეალურად 10 ლარი გვიждდება. ზუსტად ამიტომ ყველას და განსაკუთრებით ჩემს სტუდენტებს ურჩევ, რომ სანამ გააგზავნიან, კარგად დაფიქრდნენ, შეესაბამება თუ არა მათი უნარები პროექტს, დარწმუნებულები არიან თუ არა რომ best match page-ი ექნებათ კლიენტის ხარეს. წერენ თუ არა cover letters ისე რომ კლიენტის ყურადღებას მაქსიმალურად იპყრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამართლებაზე თამაშობენ და ფულს უბრალოდ წყალში ღრიან. მით უმეტეს, რომ დახარჯული Connect-ები უკან მხოლოდ 3 შემთხვევაში ბრუნდება. თუ კლიენტი გააუქმებს სამუშაოს, მანამ სანამ ვინმეს დაიქირავებს, თუ პროექტის ვადა ამოიწურება, სანამ კლიენტი ვინმეს დაიქირავებს და ისიც ყოველთვის არ ბრუნდება Connect-ები, თუ Upwork-ი ამოშლის პროექტს წესების დარღვევის გამო კლიენტის მხრიდან ან დადებულ პროექტში რაღაცა ტექსტში ან მის შედგენილ ნაწილში. Connect-ები იყიდება პაკეტებად 10, 20, 40, 60 და ასევე გვაქვს საშუალება რომ რაღაცა კონკრეტული რაოდენობა მივითითოთ და ისე შევიძინოთ. ერთი Connect-ი ამ ეტაპზე ღირს $0.15. და ასევე გაითვალისწინეთ რომ თუ DGG-ს გადამხდელის ფორმა არ გაქვს შევსებული, გადასახდეთ თანხას და ემატება 18% ზევიდან. ეს მაქვს გარჩეული როგორც ბლოგში, ასევე ვიდეოში, რომელიც ეხება tax ფორმებს. დაუხარჯავი Connect-ები თვიდან თვემდე გადადის და ინახება 12 თვე. ანუ თუ წინა წლის იანვრის Connect-ები ჯერ არ დაგიხარჯავთ და ახლა უკვე შემდეგი წლის იანვარია, მომდევნო თვეში დაკარგავთ იანვრის Connect-ებს. სტანდარტულად Freelance Basic პროფილის ფრილანსერები ყოველ თვე 10 Connect-ს იღებენ საჩუქრად. ხოლო Freelance Plus-ის ფრილანსერები ყოველ თვე 100 Connect-ს იღებენ საჩუქრად. Freelance Plus-ი ამ ეტაპზე ღირს $19.99. ასევე არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება Connect-ები მიიღოთ საჩუქრად. 50 Connect-ი პირველ Connect-ების შეძენაზე, ან თუ პირველად იყიდით Freelance Plus-ის პაკეტს, 30 Connect-ი ყოველ ნაბიჯზე გადასვლის დროს, Rising Talent-ი, Top Rated-ი, Top Rated Plus-ი და თუ რომელიმე ნაბიჯს გადაახტებით, ანუ მაგალითად თუ ხართ Rising Talent-ი და პირდაპირ Top Rated Plus-ი გახდებით, ამ ორი ნაბიჯის ჯამური Connect-ები დაგერიცხებათ. ანუ ჯამში, როდესაც Top Rated Plus-ი გახდებით, მიიღებთ 90 Connect-ს. ზოგ შემთხვევაში, როდესაც გაგზავნილ პროპოზალზე კლიენტი გიპასუხებს და ეს მნიშვნელოვანი კლიენტი არის Upwork-ისთვის, ამ დროსაც შეიძლება Connect-ები უკან დაგიბრუნდეთ. მაგრამ კონკრეტული რაოდენობა არ არის გასაჯაროებული, თუმცა ეს არ იქნება იმ Connect-ების რაოდენობაზე მეტი, რამდენის თქვენ დახარჯეთ პროპოზალის გაგზავნის დროს. ხანდახან Upwork-ი ასევე ატარებს რაღაცა გამოკითხვებს, რომელზეც უნდა მიიღოთ მოწვევა და მაგ გამოკითხვებში მონაწილეობის მიღებითაც დასაჩუქრდებით Connect-ებით. მოდი ასევე გავერკვეთ როგორ ხდება იმის დათვლა თუ რამდენი Connect-ი ეღირება პროპოზალის გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ალგორითმი არ არის გასაჯაროებული, დაკვირვებებზე დაყრდნობით გარკვეული წესები იკვეთება. უმრავლესობა პროექტი იწყება 8 Connect-ის ფასით. თუ სამუშაო მიიპყრო ფრილანსერების ყურადღება და ბევრმა ფრილანსერმა გააგზავნა თავის პროპოზალი, Connect-ების რაოდენობა, რომელიც საჭიროა პროპოზალის გასაგზავნად, იზრდება. ამით Upwork-ი ცდილობს, რომ მიიზიდოს პროექტში მხოლოდ ისეთი ფრილანსერები, ვინც მზად არიან მაღალი ფასი გადაიხადონ. რადგანაც თუ ვიღაცა დარწმუნებულია, რომ კარგი კანდიდატია, ლოგიკურად უფრო მეც გადაიხდის, ვიდრე ის, ვინც ამაში არ არის დარწმუნებული. Connect-ების ფასზე ასევე მოქმედებს კლიენტის ისტორია. ვერიფიცირებული აქვს თუ არა გადახდის მეთოდი. ყავს თუ არა მანამდე ვინმე დაქირავებული. ახალი კლიენტების პროექტებზე, ან კლიენტების, რომელთაც დაბალი შეფასება აქვთ, პროპოზალის გაგზავნა უფრო იაფიღის, ვიდრე იმ კლიენტების, ვინც სისტემაში დიდი ხანი არიან, ბევრი ფული აქვს დახარჯული და კარგი შეფასებები აქვთ. რაც შეეხება პროპოზალის ბუსტს, მე პირადად გირჩევთ, რომ არ გამოიყენოთ და ტყუილად არ დახარჯოთ ფული. დაბუსტულ პროფილებს მხოლოდ 4 ადგილი უკავიათ კლიენტის ხარეს სიაში. თუ ვინმემ თქვენზე მაღალი ბიდი გააკეთა და თქვენ მანამდე მე-4 ადგილზე იყავით სიაში, იმ ადგილას მოხვდებით, სადაც მიესადაგება თქვენი პროფილი. ამის კარგი დემონსტრაცია მაქვს კურსის ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც ვუყურებთ კლიენტის მხარეს. Connect-ების დახარჯვა ასევე შეიძლება პროფილის დაბუსტვის დროს. პროფილის დაბუსტვისას თქვენ ირჩევთ კატეგორიას და შემდეგ სპეციალიზაციას, რომელშიც გინდათ, რომ თქვენი პროფილი სიის სათავეში იყოს და Connect-ების რაოდენობას, რამდენის დახარჯვასაც აპირებთ თითო პროფილის კლიკზე. ასევე ლიმიტი, თუ რამდენის დახარჯვას აპირებთ დღიურად ან ჯამურად. პროფილის ბუსტი მუშაობს აუქციონის პრინციპით. თუ იგივე კატეგორიაში, იგივე სპეციალიზაციაზე სხვა ფრილანსერმა თქვენზე მეტი Connect-ი დაბიდა, მაშინ ის თქვენზე მაღლა აღმოჩნდება. Connect-ები გეჭრებათ მხოლოდ მაშინ, თუ კლიენტი პროექტის კანდიდატების მოწვევის სექციაში დააჭერს თქვენ პროფილს. Availability page-ი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ კლიენტებს მიანიშნოთ, რომ თავისუფალი ხართ ახალი პროექტის სასაღებად. Page-ის სასაღებად თქვენ უთითებთ თანხას თუ რამდენს გადაიხდით კვირაში. Page-ის საფასური ცვალებადია.
მაგალითად, თუ აღების დროს ბეიჯის ერთი კვირის საფასური იყო 14 კონექტი, 24 საათში ერთხელ ჩამოგეჭრებათ 2 კონექტი. ხოლო თუ ბეიჯის საფასურია 12 კონექტი, ყოველ 8 საათში ჩამოგეჭრებათ 1 კონექტი. თუ პროცესში ბეიჯის ფასი გაიზარდა, თქვენს მიერ მითითებული კონექტები რომ გაიხარჯება, ბეიჯი ჩაგეხსნებათ. და პირიქით, თუ ფასი შემცირდა, მაშინ უბრალოდ ნაკლები ჩამოგეჭრებათ.